მოდით ვნახოთ ახლა რა გრძნობა აქვს მას თქვენს მიმართ. რა გრძნობა აქვს მას ახლა თქვენს მიმართ. რა გრძნობა აქვს ახლა მას თქვენს მიმართ. ახლა ამჟამად რო ვთქვა გრძნობა, აქ არის რაღაცა ეტაპი მასთან, რომ სურს რაღაცა სამართლიანობა თქვენს ურთიერთობაში, რაღაც სამართლიანობის აღდგენა, სიმართლის აღდგენა, რაღაცების გაგება, რაღაცების დაზუსტება და სურს რომ ამ ურთიერთობაში გაირკვეს სიმართლე, იყოს ბალანსი. ის გითხრათ არის დაძაბული ამ მდგომარეობასთან, არის შინაგანად დაძაბული და პოულობს აი შინაგან ძალას, რომ ეს მდგომარეობა რაღაცნაირად გამოსწორდეს. ვფიქრობ, რომ ამ მდგომარეობაში აქ არის სამკუთხედი, არის ურთიერთობაში მესამე პირი და ამიტომაც არის, რომ მას ამ ურთიერთობაში სურს სამართლიანობა, სურს ბალანსის დაცვა და რის გამოც ის ყოველთვის იმყოფება დაძაბულ მდგომარეობაში. მოდით ვნახოთ, რა უშლის ხელს მოქმედებაში, რა უშლის ხელს მოქმედებაში, რატომ არ მოქმედებს. რა უშლის ხელს მოქმედებაში. აქ მინდა ვთქვა, რომ მას აქვს იმპულსურად მოსდის მოქმედების სურვილი, მოვიდეს თქვენთან, გადმოდგას ნაბიჯი, მაგრამ აქვს რაღაცა შიშები, რაღაცა რაც ვერ აბედინებს და ადგმეინებს ამ ნაბიჯს. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ასევე ის ემოციური წყენები, ის ემოციური ტკივილი, რაც მოხდა თქვენს მიმართ და მას ჯერ კიდევ არ დაუვიწყებია, უჭირს ამ ემოციების გაშვება და აი ეს თამაშობს დიდ როლს იმაში, რომ მან გადმოდგას, იმოქმედოს და მოვიდეს თქვენამდე, რადგან ის არის ისევ ამ ემოციურ წყენებში და ემოციურ მდგომარეობაში. მოდით ახლა ვნახოთ მას რა არის მისი რეალური განზრახვა შენთან მიმართებაში, რა სიზავს რეალურად მისი განზრახვა შენთან მიმართებაში. ვნახოთ მისი რეალური განზრახვა თქვენთან მიმართებაში. მისი რეალური განზრახვა თქვენთან მიმართებაში, ჩემო კარგებო, არის გამოვიდეს აი ამ მდგომარეობიდან, ამ რთული მდგომარეობიდან. მინდა გითხრათ, რომ მას უჭირს ემოციურად თქვენთან ასეთი განშორება, მას სურს დამთავრება ამ რთული მდგომარეობის და თქვენთან მოსვლა და ამ რეალობის დამთავრება. და რა არის მისი რეალური განზრახვა? მოვიდეს თქვენთან, გაირკვეს თქვენს შორის სიმართლე, ამოვიდეს სიცხადე ზედაპირზე, რათა მან თქვენთან გაარკვიოს და გაიგოთ ერთმანეთში აი ეს ემოციური ტკივილი, ეს ემოციური წყენა, რაც მასში არის. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, მისი რეალური განზრახვა არის თქვენთან მიმართებაში, რომ მას სურს თქვენთან კომუნიკაცია, მას სურს თქვენთან მოსვლა, მას სურს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება, მაგრამ ასევე არის რაღაცა დაბრკოლება,
დაბრკოლება, რის გამოც ის ვერ სდგავს ამ ნაბიჯებს, ვერ სდგავს. შეიძლება იყოს შიში იმისი, რომ თქვენთან არ უნდოდეს დაძაბულობა, არ სურდეს თქვენთან კონფლიქტი და იყოს ამის არიდებდეს თავს და ვერ სდგავდეს თქვენამდე ნაბიჯებს. და მოდით ჩავეძიოთ მაინც და რა იქნება ბოლოს. იმოქმედებს. გავიგეთ, რომ სურს მოქმედება, თქვენთან ყველაფრის გარკვევა და ვნახოთ. იმოქმედებს, ერთი არკნით დავაზუსტოთ. აქ თქვა, როგორც ასეთი თქვა, მოქმედება სურს, მაგრამ მოქმედება არ იქნება ჯერჯერობით. ასე რომ ყველას გისურვებთ ბედნიერ, წარმართებულ და დალაგებულ ურთიერთობას.